გამარჯობა, პოლიციაში ვდეკავ, ხო? იცით, ჩვენ ბავშვი გვყავს ოჯახში, რომელსაც სოფელში წასვლა არ უნდა. იქნება დაიჭიროთ. კარგი, ანასტასია, არ დარეკო ეხლა რა პოლიციაში. კარგი ბავშვია კაცო ეს და წავა ერთი კვირა სოფელში, რა პრობლემაა? ხო, მარიკო? კაი, ხო. მაგრამ სოფელში მზიაბებოს ნახელში დავყავარ ხოლმე და არ მომწონს. და სოფელიც არ მიყვარს კიდე საერთოდ. ჩვენი სოფლებიც რო ევროპულებით იყოს შეგიყვარდებოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლები ძალიან ლამაზებია და ხალხი შეძლებულად ცხოვრობს. ხო და გამარჯობა მერე. ჩვენ სოფლებში კიდევ არც გზებია, არც კანალიზაცია და ინტერნეტმა ვერ შეაღწია კიდე ზოგგან. აუ, ჩვენ კი გვაქვს ინტერნეტი, მაგრამ მზიაბებო ტელეფონს მიმალავს ხოლმე. ერთხელ ბოსელში ქონდა დამალული ძროხის საჭმელი ჯამის ქვეშ. ვეტყვი ომარიკო და აღარ დაგიმალავს საწი. რა იქნებოდა ჩვენი სოფლებიც რო აყავდებოდეს. შევიდოდეთ ევროკავშირში ჩვენც. ხო და ბევრი ადამიანის დაბრუნდება ეგრე სოფელში. დაცალილებული რო ეხა და მიტოვებული სახლები რო აქვთ. ნახე რა წერია. ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდა ფერმერები ძალიან ბევრი შეღავათით სარგებლობენ. დაბალი გადასახადები და მაღალი დაფინანსება. ევროკავშირი თავისი ბიუჯეტის მესამედს ახმარს სოფლის მეურნეობას. ეგრო ვიცი, იმიტომ მინდა ანასტასია ევროკავშირში შესვლა, რომ ღირსეულად ვიცხოვრონ ადამიანებმა სოფელში და არა ისეთ დღეს რო ცხოვრობენ. ხო, მზიაბებო რაღაცა თუ სიტყვებს იძახის ხოლმე. თუ გეშველება ნეტა რამეო, მაგრამ არ მახსოვს ის სიტყვები. აუ, არ მინდა სოფელში. გამარჯობა, ისევ მეგაწუხებთ. იცით, ჩვენ ოჯახში გვყავს ბავშვი, რომელიც სოფელში წასვლაზე ამბობს უარს. ვერ დაგვეხმარებით? აჰა, ნუ სპეცრასებს გამოგზავნით. კაი, წავალ ხო. კარგით, აღარ გვინდა. გააუქმეთ ოპერაცია.